თუ ცხელად და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ გაგრილდეთ, ჩაიკეტოთ თქვენს ძველებურ საბჭოთა წარმოების მაცივარში თუ შეხვიდეთ თქვენს ახალგადმოსულ მეზობელ ქალბატონთან, რომლის მეუღლეც არის წასული მივლინებაში და თხოვოთ, რომ შეძრებით მის ულტრა თანამედროვე ორკამერიან მაცივარში, მაინც ნუ აჩქარდებით უყურეთ ჩვენს გადაცემას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, რადგან მე ნიკა ქავთარაძე ვარ და ეს არის შოუ ინტუიცია. ვინც ამ შოუში საკუთარი ინტუიციის დახმარებით 12 პირად მონაცემს შეუსაბამებს 12 უცნობს, მოიგებს 20,000 ლარს. დღეს ჩვენს გადაცემაში ძალიან გვინდოდა ერთად მოგვეწვია მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ნინა წკრიალაშვილი, ინგა გრიგოლია, ირაკლი ოქროაშვილი, ედუარდ შევარდნაძე, სალომე ზურაბიშვილი, 3G და უცნობი. და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი სტუმარია ანდრი ჯოხაძე. სამამშვიდობის მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. როგორ ხარ? კარგად ვარ. ძალიან კარგი, კარგად თუ ხარ? ის ყველანი ერთად ხარ, ძალიან კარგად. დიდი მადლობა, ესე იგი მობრძანებისთვის ყველას ერთად. რა თქმა უნდა. და როგორი ინტუიცია გაქვს? არა, უბრალოდ, როგორი ინტუიცია გაქვთ? გვაქვს სხვადასხვანაირი, ზოგ წარმატებული, ზოგ ძალზე წარმატებული და ასე შემდეგ. ძალიან კარგი, მე დარწმუნებული ვარ, დღეს შენი ინტუიციით წარმატებას მიაღწევ და ბერფულს მოიგებ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ გავიცნოთ ჩვენი 12 უცნობი. მაშასე მივესალმოთ 12 უცნობი. ესენი იყვნენ ჩვენი 12 უცნობი, ახლა კი გავიცნოთ 12 პირადი მონაცემი და დღევანდელ ინტუიციაში გვაქვს შემდეგი პირადი მონაცემები. მას ასე: ავტობუსის კონტროლიორი, ფიზკულტურის მასწავლებელი, ბუღალტერი, დანტისტი, ხატვარი, სუპერმარკეტის კონსულტანტი, მეფუტკრე, 90-60-90-ზე, თარჯიმანი, სტადიონის გამომცხადებელი, სარეკლამო აგენტი და ცეკვავს მუცლის ცეკვას. ესე იგი ძალიან ადვილია 12 პირადი მონაცემიდან ირჩევ ერთ-ერთს და უნდა შეუსაბამო აქეთ, ესე იგი 12 უცნობს და ამ ყველაფერს თუ კარგად გააკეთებ, შენ მოიგებ 20,000 ლარს. რა თქმა თითოეული შენი გადაწყვეტილება უნდა დაადასტურო აი აქ 5 თითის დაჭერით და ამის შემდეგ ცვლილებები გამორიცხულია შოუში და რაც უფრო მეტ სწორ პასუხს მოიგებ, უფრო და უფრო გეზდება თანხანო ეს რა თქმა უნდა გასაგებია. მოდი ავირჩიოთ პირველი მონაცემი და ვითამაშოთ 100 ლარზე. ნუ ხა ავირჩიოთ ყველაზე ისეთი ადვილი ცეკვას, მუცლის ცეკვას. ანრი ირჩევს ამ პირად მონაცემს და ჩვენც 12 უცნობიდან ვაპირებთ ამოვიცნოთ ის ადამიანი, რომელიც მუცლის ცეკვას ცეკვავს. ძალიან კარგი, შენ თვლი რომ უცნობი ნომერი 3 არის ადამიანი, რომელიც ცეკვავს მუცლის ცეკვას. საქართველოში ხო იცი მუცლის ცეკვა კი არ არის, არის მუცლით ცეკვა. ხო, მაგრამ ჩვენი უცნობი ნომერი 3 აშკარად არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას და ის ალბათ არის ადამიანი, რომელიც ცეკვავს მუცლის ცეკვას. ვადასტურებ რომ ნომერი 3 არის მუცლის ცეკვის მოცეკვავე. დააჭირე მაშინ, დააჭირა, ძალიან კარგია. სამამშვიდობის მოგესალმებით, ძალიან გვიხარია რომ ჩვენ შოუში ღებულობთ მონაწილეობას და თუ კი თქვენ ნამდვილად ხართ ადამიანი, როგორც ანრი მაგნიშნა, რომელიც ცეკვავს მუცლის ცეკვას, გთხოვთ ეს დაგვემტკიცოთ. დავიდა ჩვენ უკვე გვაქვს 100 ლარი და თამაშობ 250 ლარზე. და დაგვჭა შემდეგი პირადი მონაცემები. ავტობუსის კონტროლიორი, ფიზკულტურის მასწავლებელი, ბუღალტერი, დანტისტი, მხატვარი, სუპერმარკეტის კონსულტანტი, მეფუტკრე, 90-60-90-ზე, თარჯიმანი, სტადიონის გამომცხადებელი და სარეკლამო აგენტი. რომელი ავარჩიო ზუსტად არ ვიცი. არ ვიცი.
მეფუტკრის არჩევა ალბათ თავიდან გაგვიჭირდება მაინც. კი, აი მხატვარს ვეძებ. ხატვარს 90-60-90-ზე არ ეძებ? ხო, ეგ რაღაც მხატვარზე. ნუ კარგი გამოვიცნო. უცოლო კაცი ხარ და 90-60-90 უნდა ეძებდე ყველაზე. არა, მაგი იქეთ მოვიტოვე უფრო ბოლოს. გასაგები. კი ბატონო, ავირჩიოთ შენ რომელი? კარგი, გამოვიცნოთ 90-60-90-ზე, ეს არის ნომერი 2. ანრი მიიტანა ხელი და დაადასტურა რომ უცნობი ნომერი 2 არის პირადი მონაცემის 90-60-90-ის პატრონი, ასე ვთქვათ. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, თქვენი სახელი. სალომე. სალომე. თქვენი მკერდის გარშემოწერილობა. ჩემი მკერდის გარშემოწერილობა 90 სანტიმეტრი. ძალიან კარგი. და წელის? ჩემი წელის გარშემოწერილობა 60 სანტიმეტრი. ძალიან კარგი და 99-ს რომ დავუმატოთ 1 რამდენია? 90. ჩვენ დავსვით 3 კითხვა და შესაბამისად მივიღეთ 3 პასუხი 90, 60 და 90. მაგრამ ეს მესამე კითხვა არ იყო მაინც და მაინც ის კითხვა რომელი 90-იც აღნიშნულიც არის ალბათ ის 90 მესამე. და სწორედ ამიტომ მე არ ვიტოვებ სხვა გზას და გისვამთ პირდაპირ კითხვას. არის თუ არა თქვენი პირადი მონაცემი 90, 60, 90? ეხლა როგორ თვალით დათვლა ძალიან რთული. არ არსებობს. დიახ. ჩვენ გვაქვს 250 ლარი და ვთამაშობთ 500 ლარზე. მაგრამ რადგან თამაში რთულდება, მე მინდა შეგახსენო, რომ შენ გაქვს დახმარებები, რომლითაც უფრო მეტ სწორ პასუხს გამოიცნობ და უფრო მეტ თანხას დააგროვებ და ეს დახმარებებია შემდეგი. შანსი, ანუ შეცდომის უფლება. შემდეგ 3 ვერსია კომპიუტერისგან, ანუ შენს მიერ არჩეულ პირად მონაცემზე კომპიუტერი დაგიტოვებს 3 სავარაუდო ვერსიას და ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად იქნება სწორი და შესაბამისად ჩვენ გაგიადვილდება ამოცნობა. და მესამე ჩვენი ექსპერტები მივესალმოთ საქართველოს ექსპერტთა გილდიის სრულფლებიანი და საგანგებო წარმომადგენლები ინტუიციაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების უფროსი გუჯა მაკალათია. სახიობი არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინო ბურდული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფსიქოლოგი რევას ჯორბენაძე. მოკლედ ეს ხალხი კომპიუტერი და შენი შეცდომები გაძლევს საშუალებას და შეიძლება ბევრი თანხა მოიგო. ჩვენ 500 ლარისთვის უნდა ავირჩიოთ შემდეგი პირადი მონაცემებიდან ერთ-ერთი, მას ასე: ავტობუსის კონტროლიორი, ფიზკულტურის მასწავლებელი, ბუღალტერი, დანტისტი, ხატვარი, სუპერმარკეტის კონსულტანტი, მეფუტკრე, თარჯიმანი, სტადიონის გამომცხადებელი, სარეკლამო აგენტი. რომელი უფრო გეადვილება? აღარც ერთი. თუ გინდა დავუშვათ, რა ვიცი, ავტობუსის კონტროლიორი, ავტობუსის კონტროლიორი. არის შენი ბოლო კლიპი მაქვს ნანახი, სადაც თბილისის ქუჩებში დადიხარ და გაქვს ყველა პროფესიის ადამიანთან შეხება და ავტობუსის კონტროლიორები ცხოვრობენ. შეხება და ეს კონტროლიორი მოიცა. არის ის, რომელიც აკონტროლებს გადაიხადა, ესენი არიან კაცები. ხშირ შემთხვევაში. ხო, რა ვიცი, თუ გინდა, მოდი ავირჩიოთ და მე ვიმსჯელოთ მაგ საკითხს. რადგან მაინც გადაცემის წესია და ჩვენ წესების დაცვა ძალიან გვიყვარს, მით უმეტეს ავტობუსის კონტროლიორი არის. კარგი. ავტობუსის კონტროლიორი, ძალიან კარგი. ანრი ირჩევს ამ პირად მონაცემს. მოდი ახლა დავიწყოთ ფიქრი და ძებნა. როდესმე უბილეთოთ გიმზავრია? მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ბავშვობაში, კი. მაშინ კონტროლიორები არ იყვნენ? რაღაც პერიოდი იყო. შენს ბავშვობაში ეს ალბათ დაახლოებით ჩემი ბავშვობა არის და მაგ დროს ბილეთი არ იყიდებოდა, იმიტომ რომ ავტობუსის გარედან უფრო მეტი ხალხი იყო. ეგ ცოტა მერე. წამოვიზარდე. დიდობაში იყო ეგ ამბავი? კარგი. აბა როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩვენი აზრით? ჩვენ წეგან თქვი რომ მამაკაცები არიანო ავტობუსის კონტროლიორები. ძირითადად ეგრეა. კი. ხა მაგალითად ვერაფერს ვერ გახდება ისეთ თავხედ მგზავრთან, რომელიც არ იხდის როგორც შენ იყავი ბავშვობაში. როგორც მე ვიყავი ბავშვობაში, აბა რა ჩამოხდებოდი, გავიქცეოდი, ხო პრობლემა არ იყო. აქედან გამომდინარე აქ ჭირდება კარგი, ანუ შენ ფიქრობ რომ ნომერი 9, ნომერი 12 და ნომერი 8 ამ სამ მამაკაც შორის არის
კონტროლიორი. არ ვიცი, მე მგონია რომ ეს არის ნომერი 9. ნომერი 9. ისე ქართველ კაცებსაც ყავს სახლში. ქალები არ არიანო რო იძახი, სახლში რო ყავს. და ისე რომ ვერ გახვალ სახლის კარებიდან 10 ლარი თუ არ დატოვე, კონტროლიორია ეგ რა არის. მაგრამ შენ ჯერ ეგ არ ყავს და კი ბატონო, შენი ვერსია არის ნომერი 9 და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ნომერ 9-ზე. ნომერი 9 შენი აზრით რატო არის კონტროლიორი? ამ კაცრი გამომეტყველება აქვს? კაცრი აი არ ვიცი, ინტუიციას თუ მივენდობით ასე ვფიქრობ. კარგი, მაშინ შენ ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთო, უნდა დაადასტურო, აი ეგ ხელით დაჭერით. მაშასე, ანდრი ჯოხაძე ადასტურებს, რომ ავტობუსის კონტროლიორი არის უცნობი ნომერი 9. დაადასტურე. საღამოშიდობის მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენი სახელი? ვალერი. ვალერი. რამდენი გაჩერებაა რუსთაველის მეტროდან ახმეტელის მეტრომდე? არ ვიცი, არ მახსოვს. შეიძლება არ იცოდეს. არა, ყველაფერი შეიძლება. და თქვენი საყვარელი ფერი? წვანე. წვანე, მე რა. ყვითელი არ თქვა. არ არის, ყვითელი პირიქით უფრო არ უნდა უყვარდეს. შეიძლება არ უყვარდეს. ან შეიძლება ის არის, რა ქვია, მეხიკოს ტაქსების კონტროლიორი, ეხო წვანე ტაქსები და ყველაფერი არის დასაშვები ჩვენ შოუში და მოსალოდნელი. მაშასე. ბევრი ფული გაქვთ? არა. არა გაქვთ ბევრი ფული. იმისთვის რომ ბევრი ფული კონდეს ადამიანს, სწორად უნდა აკეთოს თავის საქმე. მაგრამ მარტო საქმის სწორად კეთება ფულს ვერ მოგიდანს. ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორად რეკლამირება შენი პროდუქციის და სწორედ ამიტომ ანრი მე და შენ ეხლა რეკლამა უნდა ვნახოთ ინტუიციაში. დროებით რეკლამის შემდეგ შევხვდებით. პატრიცემლო ტელემაყურებლებო, ყველაფერ კარგს აქვს დასასრული და სწორედ ამიტომ დასრულდა რეკლამა იმედზე და ჩვენ ვაგრძელებთ ინტუიციას, ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან პასუხს უცნობი ნომერი 9-ისგან და ეს პასუხი გაეცემა კითხვას, რომელსაც მე 1 წამის შემდეგ დავსვამ. 1. ხართ თუ არა ავტობუსის კონტროლიორი? კი, ხარ. რა ღირს ავტობუსით ვზავრობა თუ იცი? არ ვიცი. აბა რა იცი რომ კონტროლიორია? 40 თეთრების 40. არის. დიახ. ბრავო. გილოცავ, ჩვენ გვაქვს 500 ლარი და ვთამაშობთ 750 ლარზე. და დაგვჭა შემდეგი პირადი მონაცემები: ფიზკულტურის მასწავლებელი, ბუღალტერი, დანტისტი, მხატვარი, სუპერმარკეტის კონსულტანტი, მეფუტკრე, თარჯიმანი, სტადიონის გამომცხადებელი და სარეკლამო აგენტი. ეხლა ავარჩიოთ, ხო? უნდა ავარჩიოთ აუცილებლად დარჩენილი 9 პირადი მონაცემიდან 1. მოდი რა ვქნათ, ცინიკა. ჩვენ გამოვიცნოთ ეხლა ბუღალტერი. ჩვენ გამოვიცნოთ ბუღალტერი. ანდრი ჯოხაძე ირჩევს პირად მონაცემს ბუღალტერი. ესე იგი. ორი ვერსია მაქვს. ორი ვერსია გაქვს. კაცრი გამომეტყველება არ უნდა კონდეს? კი, აი ზუსტად მაგ ხაზით ეს არის ან 10 ნომერი, ან 7. ან 10 ნომერი, ან 7. და 10 ნომერი როცა თქვი, სწორედ მაშინ იცინო და ძალიან 10 ნომერი და მკაცრი სახის ვერსია გამოირიცხა ჩემ თავში, მაგრამ მაგას არ აუშავს, ეგ შენი გადასაწყვეტია. ან 10, ან 7. ან 7. კი ბატონო, ამ ორ ადამიანს ამონ უცნობს შენი აზრით აერთიანებთ რაღაც ხასიათის ის თვისება, რომელიც ამაგრეულად უნდა კონდეს ბუღალტერს. მაგრამ 10 ნომერის დგომის მანერა დიახ. არ გავს იმ ადამიანის რაღაცა სტილს, რომელიც ყოველდღიურად ესე ზუსტად ამცნობს თავის უფროსობას, თავში არ იქნება ხელფასი თუ ასე შემდეგ თუ პრემიები განსაკუთრებით. ამიტომ ეს უნდა იყოს ნომერი 7. მისი აი ესეთი აკადემიური ჩაცმის სტილი, ძალიან ასე ვთქვათ, კაცრად აცვია, კონტურებს გულისხმობს, თუმცა ძალიან მხიარული ჩემი საყვარელი წითელი ფერი. ეს უნდა იყოს ნომერი 7. შენ ამას ადასტურებ? დავადასტურო. რა ვიცი. ანდრი აი დაადასტურა. საღამოშიდობის მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენი სახელი? ნინო. ნინო. ხართ თუ არა კმაყოფილი თქვენი სამსახურით? რა თქმა უნდა.
და უნდა რომელი ბუღალტერი არ არის კმაყოფილი. და თქვენი თანამშრომლები თუ არიან თქვენით კმაყოფილი. მეტნაკლებად. ძალიან კარგი. და ერთი კითხვა კიდევ, ფული ხელის ჭუჭყი არის თუ ეს კი. ანრი რა თქმა უნდა თქვენთვის უნდა იყოს ხელის ჭუჭყი იმდენი ფულია თქვენ გამში. გასაგებია. მაშინ ასე ბოლო კითხვა, რომელიც მე თქვენთან მაქვს და მოუთმენლად ველი მასზე პასუხს. ქალბატონო ნინო, ხართ თუ არა ბუღალტერი? არა. დიახ. ბრავო! დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს. ძალიან კარგი, ჩვენ გვაქვს 750 ლარი და ჩემო ანრი, როგორც კი რაღაც რაოდენობა ფულის გიჩნდება და თუნდაც ეს იყოს 750 ლარი, ეგრევე შენ ცხოვრებაში ჩნდებიან მეგობრები და არც დღეს არის გამონაკლისი, დღეს ამ შოუში შენი მეგობრები გვეწვინენ, წარგვიდგინა ისინი. ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები, უმშვენიერესები ნინი ბადურაშვილი და ნინო ჭხეიძე. გოგონებო, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ორი ნინო, ეგეთი ორი ნინო და ჩავდგეთ შუაში. უნდა ჩავდგეთ შუაში. და შუაში უნდა ჩავდგეთ, ჩაიფიქრო რომ 20000 მოიგო. მიდი. მოდი. არ ნუ მომეციო. ხმამაღლა ჩაიფიქრო. მოვიგებ 20000 ლარს. შოუში ინტუიცია! ეგ როგორ ის, ვიცი, გაზეთში გასული განცხადება. მოვიგებ 20000 ლარს შოუში ინტუიცია. ანრი ტელეფონის ნომერი დაახლოებით ეგეთი იყო. კარგი, გოგონებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ გადაცემაში მობრძანებისთვის. თქვენი დახმარება ძალიან მალე დაჭირდება, დარწმუნებული ვარ ანრის. და თქვენს არ დააყოვნებს დახმარებაც მაქვს. რა თქმა უნდა, მეგობრების დახმარება ეს ცხოვრებისეული წესია, ცხოვრების წესია. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 750 ლარი და ვთამაშობთ 1000 ლარზე. და დაგვრჩა შემდეგი პირადი მონაცემები. ფიზკულტურის მასწავლებელი, დანტისტი, მხატვარი, სუპერმარკეტის კონსულტანტი, მეფუტკრე, თარჯიმანი, სტადიონის გამომცხადებელი და სარეკლამო აგენტი. და რომელი პირადი მონაცემი ხიბლავს დარჩენილი 8-დან? ყველა მონაცემი ძალიან მომხიბლელია, მაგრამ მე ვცდილობ ხა საიდან? სუპერმარკეტის კონსულტანტი. სუპერმარკეტის კონსულტანტი. ავირჩიეთ ეს პირადი მონაცემი. ძალიან კარგი. რომელ ადამიანზე, რომელ უცნობზე გაქვს საფუძვლიანი ან უსაფუძვლო ეჭვი, რომ არის სუპერმარკეტის კონსულტანტი? თვითონ მე მეგობრები თავისას იტყვიან საუბრობთ ეს იქნება ახალგაზრდა მანდილოსანი. დიახ. იმიტომ რომ თავისთავად ახალგაზრდა სპეროა ჩვენთან. ხო, რა თქმა უნდა, ეს ნუ იქ ცოტა ისეთი ის არის. ახალგაზრდობა საჭიროა. აჰა. ენერგია. კი. სუპერმარკეტის გიდია, ხო იცი? გავიხედავთ მეხმარებია ხოლმე. წინ გადაშლილია მაიონეზთა არაჩვეულებრივი ხედი. ხო და აი რაღაცნაირად როგორ გეხმარებიან ხოლმე? ძალიან კარგად სხვათა შორის. და რომელ ნომრებზე ფიქრო, ბაბა? 6-ზე, 11-ზე, 4-ზე. 6-ზე, 11-ზე და 4-ზე. ანუ კომპიუტერის ვერსია ხარ შენ ახლა. ეხლა კომპიუტერი ხო მე რო გამომეყენებინა კომპიუტერის დახმარება, ხო? ხო, არა, ნუ დაახლოებით. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეხლა მეგობრების აქ ყოფნა გამოვიყენოთ ძალიან კარგად. მე მგონი გადაწყვეტილება სწორია. ამ სამში უნდა ვეძებოთ ამბავი, ხო? და განსაკუთრებულად ეს არის 4 ნომერი, იმიტომ რომ მას დგომის მანერა აქვს, სწორედ ესეთი, როდესაც რაღაცა და მეც მაგას რო ფიქრობს რა გინდა. ეს არის 4. რუხი პური გინდა, ბაჭრილი თუ თეთრი ბატონი. ეს არის 4, ნომერი 4. ნამდვილად ხელები. ანრი დაადასტურა რომ უცნობი ნომერი 4 არის სუპერმარკეტის კონსულტანტი. ხო ხარ. საღამომშვიდობისა თქვენი სახელი. სალომე. სალომე. ძალიან კარგი. სალომე. რადგან ანრი ისე დარწმუნებულია საკუთარ გადაწყვეტილებაში, მე პირდაპირ კითხავთ, არ დავაყოვნებ, ხართ თუ არა სუპერმარკეტის კონსულტანტი? აი მე არა. კაი მომკალი, ჩქარ ამბავე. არა.
რა სუპერმარკეტში ხარ შენ ნამყოფი ეგეთი რომ? ყველგან. შევცდი, არ გამაგიჟო ეხლა. დავანგრევ კივილით ამ სტუდიას. მითხარე. დიახ. ეგრე. ესე იგი დიდი მადლობა. ანრის რამდენი სუპერმარკეტი აქვს მოვლილი რომ დგომის მანერით მანერა ქონდა არც ერთ დანარჩენ ორს არ ქონდა აი ესე ძალიან კარგი ჩვენ გვაქვს 1000 ლარი და თამაშობთ 1500 ლარზე ძალიან მაგარია მოდი დგომის მანერას ნუ დავაკვირდეთ შემდეგ პირად მონაცემებს რომელიც დაგვრჩა ფიზკულტურის მასწავლებელი დანტისტი ხატვარი მეფუტკრე თარჯიმანი სტადიონის გამომცხადებელი და სარეკლამო აგენტი და ანრი ჯოხაძე რომელ პირად მონაცემს აირჩევდა რომ მოეგო 1500 ლარი მოიცადა ისე ხვალ იწყება მსოფლიო ჩემპიონატი და ფიზკულტურის მასწავლებელი ხო არ აგვირჩია ფიზკულტურის მასწავლებელი კარგი ავირჩიოთ კი ბატონო, არა ეს მე უბრალოდ ესე გითხარი. კი მეთანხმები, ხო? ძალიან კარგი. ანრი ჯოხაძე ირჩევს პირად მონაცემს ფიზკულტურის მასწავლებელი. და ვიზე ფიქრობ? ნუ სავარაუდოდ შეიძლება იყოს ბიჭიც და გოგოც. დიახ. აქედან გამომდინარე, რადგან მე მაგალითად მანდილოსნები მყავდა. ხო? კი. მე მაგით ნათელა და ელმირა. ხო? აი ეს ახოვანი ქალები, ეს გიჟი ქალები იყვნენ. რომ შემოვიდა ყველას გვეშინოდა, მაგრამ რომელ სპორტში დაგხვეწეს? ანუ ყველას კარგად რომელ სპორტის სახეობაში? მაგას ისე ქალები რო ყავდა სპორტის მასწავლებელი ფიზკულტურის, იმიტომ ხარ აი კივილში მაგარი რო ხარ. შროაკეთებ არა, მაგალითად ქალი პედაგოგი ვოკალისტი მყავდა და იმის ხო, ეგ სულ გადამივარდა თავიდან. აბარა. ანუ რა ვერსია გაქვს? მითხარი უბრალოდ შენი ვერსიები და გამორიცხვის მეთოდი და რაღაცა. აი ეს ნომერ პირველს რაღაცა ისე აცვია, ეს გამაშები არ მომწონს. თუ რა ქვია, წინდები. არ მოგწონს არ მომწონს იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება საეჭვო იყოს. აჰა. რომ ეს არის ფიზკულტურის მასწავლებელი. ასევე სპორტული აღნაგობა აქვს მანდილოსნებში ნომერ 11. დიახ, ესეთია. ელმირას გავს თუ რა ერთხელ? სხვათა შორის ელმირას ქონდა აი ესეთი გავაგანიერი ქალბატონი იყო. აჰა, მადლობა, საინტერესო შეფასებებისთვის. და ნუ ფიქრობ ორივე მამაკაცი. ახალგაზრდას 12 ნომერზე. შეიძლება 8 ნომერიც იყოს. არა, მასე ნებისმიერი შეიძლება აი ამ 4-ში პრინციპში, მაგრამ ნომერ 12-ს აქვს აბსოლუტურად სპორტული აღნაგობა. დიახ. ისეთი ასე ნაკაჩავებია რო იტყვიან. პირველი კანდიდატი ალბათ ის უნდა იყოს, იმიტომ რომ ვიზუალურად შეხედავ, ნუ სპორტსმენია, აშკარად არის. მაგრამ საერთოდ არ გავს შენი ფიზკულტურის მასწავლებლებს, ეგეც არის. არა, ხო, თავისთავად ცხადია. რაც შეეხება ნომერ 11-ს. აქედან გამომდინარე, ის ვერ იქნება სხვა კანდიდატებთან უფრო მიახლოებული. მე ესე ვფიქრობ. საინტერესო, ეგ უკვე საინტერესო ლოგიკა არის, მომწონს. ვერ გადავწყვიტე. ის შეიძლება იყოს. სწორედ მაგიტომ რომ შენ ვერ გადაწყვიტე, მე დაჟინებით გთავაზობ რომელიმე დახმარებას. მე 12 უნდა იყოს ალბათ. კარგი, ნომერი 12. ანრი ჯოხაძე ანრის ექსცენტრიულობა და გადაწყვეტილებების სისწრაფე თვალშიც აცემია ინტუიციის მაყურებელთათვის. მე კი გადავდივარ უცნობ ნომერ 12-თან კითხვით. უბრალოდ საღამომშვიდობისათი. საღამომშვიდობის. თქვენი სახელი? ალექსანდრე. ბატონო ალექსანდრე, 100 მეტრს რამდენ წამში გარბიხართ? რა, დიდი ხანია არ მირბენია, არ. სხვას არ ბენიებ და თვითონ არ დარბის? ასმა უნდა თავისთავად. ეგ როგორ არის ეგრე კაცო? კარგი, მაშინ კითხოთ პირდაპირ. ბატონო ალექსანდრე, ხართ თუ არა ფიზკულტურის მასწავლებელი? უნდა იყოს. 1500 სხვა გზა არ არის. თამაშობ 1500 ლარზე. ახლა ხო იცის სტარტი? ყურადღება? არა. დიახ. გილოცავ.
ჩვენ 1500 ლარი გვაქვს და ვთამაშობთ 3000 ლარზე და დავრჩა შემდეგი პირადი მონაცემები. დანტისტი, ხატვარი, მეფუტკრე, თარჯიმანი, სტადიონის გამომცხადებელი და სარეკლამო აგენტი. და რაც მთავარია, 3 დახმარება. რა თქმა უნდა. და ვირჩევთ რომელ პირად მონაცემს. ესე იგი, სარეკლამო აგენტი. ანუ, ეგ ბავშვი, აია, ამ თოთოს ესე მითხარი, თხა. ანუ დანტისტი? სარეკლამო აგენტი. სარეკლამო აგენტი. ანრი ჯოხაძე ირჩევს პირად მონაცემს სარეკლამო აგენტი და ჩვენ გადმოვდივართ უცნობებში. რომელი ნომერი გონია სარეკლამო აგენტი? ჯერ მითხარი შენი ვერსია და მერე უკვე გავიგოთ სხვების ვერსიები. 6 ნომერი 6 გონია სარეკლამო აგენტი. ვინაიდან და რადგანაც ისეთი ფილმშვენიერი ყმაწულ ქალია და ის შეიძლება აი მე როგორც დავუშვათ აი მენეჯერი რო ყოფილიყავი ესეთ საკითხებში ხო და პროდიუსერს მართავდი აი ასეთ ადამიანს ავიყვანდი სარეკლამო აგენტად. ერთი შეცდომის უფლება ხომ აქვს? გაქვს. მაგრამ რა აუცილებელია რომ შეცდე. მართალია. თან ექსპერტები ესე იგი ესე რეალურად ვფიქრობ 6-სა და 11 შორის. მოდი ვკითხოთ ექსპერტებს. არა, გავიგებთ. აი ამ დროს ან 6 ან 11, ეხლა მითხარით რა. ექსპერტებს ვკითხოთ მეთქი, გეუბნები, ვისაც აქვს ოფიციალური ექსპერტები აქ ისეთი კომპეტენტური საზოგადოებაზის, რომ ეს ხალხი უნდა გამოიყენო უფრო აი რთულ რაღაც საკითხში, იმიტომ რომ მაშინ 3-მდე ვითვლი და შენ ირჩევ პირად მონაცემს კი არა და უცნობის ნომერს. 1, 2 და 3. ანრი ჯოხაძე ადასტურებს რომ უცნობი ნომერი 6 არის. და აიყვანდი მართლა. სარეკლამო აგენტი. საღამო მშვიდობის, მოგესალმებით. თქვენი სახელი? ნინო სხვასაც ხო ერქვა. თუ ამა თქვია ორი როს. ნინოები აქ ყავს. ამავეწ. ძალიან კარგი. ნინო. რა მაინტერესებს? რეკლამების თუ გჯერათ? კი. გჯერათ? ეგ არის. აი რეკლამებს შორის რო სერიალები გადის ხოლმე, ეგ ხო არ გაღიზიანებთ? არა. არა ღიზიანებს. მე და ეს კარგია ჩვენთვის. ხომ შეიძლება სულ არ არის სარეკლამო აგენტი? ხო, ნუ რა სიზამე ხო. ნინო. ბოლო კითხვა, რომლის პასუხიც 3000 ლარიანი შეიძლება გამოდგეს. ხართ თუ არა სარეკლამო აგენტი? არა. Bravo! დიდი მადლობა ნინოს. ძალიან მაგარია ანრი ჯოხაძემ საკუთარი ინტუიციით უკვე 3000 ლარი. Bravo! ჩვენ გვაქვს 3000 ლარი და ვთამაშობთ 5000 ლარზე. და დავრჩა შემდეგი 5 პირადი მონაცემი. დანტისტი, ხატვარი, მეფუტკრე, თარჯიმანი და სტადიონის გამომცხადებელი. და ჩვენ ვირჩევთ პირად მონაცემს. მოდი მეფუტკრე გამოვიცნო. მეფუტკრე გამოვიცნოთ. პირადი მონაცემი მეფუტკრე. კარგი, რომელი ვერსიები გაქვს? მოდი გამოვიყენოთ, რადგან 5 კანდიდატურაა. დიახ. გამოვიყენოთ კომპიუტერის დახმარება. ძალიან კარგი. კომპიუტერის 3 ვერსია. ეს არის დახმარება, რომელსაც მიმართა ანრი ჯოხაძემ, რათა გაიგოს იმ 3 უცნობის პირადი, უბრალოდ ნომერი, რომელთაგან ერთ-ერთი არის მეფუტკრე. მაშასე კომპიუტერს ვთხოვ დაგვიტოვოს 3 სავარაუდო პასუხი.
ნომერი 5, ნომერი 8 და ნომერი 10. კარგით. მოიცადეთ. აი ხა ბზუილი შემომესმა უცებ. არც ერთ შემთხვევაში ეს არ იქნება ახალგაზრდა ადამიანი, იმიტომ რომ ამას გამოცდილება ჭირდება და ცოტა ისეთი ცოდნა უნდა რომ რაღაცა შუახნის ადამიანი უფრო დამწყები მეფუტკრეების არ გჯერა მოკლედ. არ მჯერა და საქართველოში მე მგონი რომ ნაკლებად არიან მე დაგვეთანხმება ალბათ მეფუტკრე რომელიც იქნება. კი ბატონო, ანუ კომპიუტერის 3 ვერსიიდან თქვენ რომელს ვფიქრობთ? ალბათ მე ხალი. იცით რა არის, ვფიქრობ 5-ს ან 8-ს, 10 შეგიძლიათ ჩააქროთ, იმიტომ რომ არ ფიქრობ? არ ვფიქრობ აბსოლუტურად. აჰა. ესე იგი 5 ან 8, მაგრამ აი როგორ ვთქვა, მეფუტკრე დაუშვათ ქალი რაღაც ნაკლებად მინახავს თითქოს. ეს უფრო ცოტა შრომატევადი საქმეა რა. არ მგონია რომ მეფუტკრე იყოს ეს ქალი, რა ვქნა. არა ხარ ეს თქვენ. მე მგონი რომ ნომერი 8. და პირველი ნომერი 8. ნომერი 8. საღამშვიდობისა თქვენი სახელი? ნერერა. ბატონ ზურაბ. დაუშვათ გაქვთ ბევრი ფული. რას გააკეთებდეთ? რამე ბიზნეს წამოვიწყე, საქმიანობას მართალია, სორია. ძალიან კარგი. კრეობა, ძალიან მონგებიანი საქმე. და აი რა ბიზნეს წამოიწყებდით? გაქვთ ჯერ ჩამოყალიბებული აზრი? ესე უცბად არ ვიცი. გასაგებია. და ბიზნესი არის ძალიან დიდი რისკი და რომ გაამართლოს ბიზნესმა, აი რისი იმედი გაქვთ? რეკლამა იმედზე. დროებით. ბიზნესმენებმა უკვე მოიგეს იმით რომ რეკლამაა გაუშვეს იმედზე. მოდით ნახოთ ანრი მოიგებს თუ არა 5000 ლარს შოუში ინტუიცია და კვლავ დავსვათ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ხართ თუ არა მეფუტკრე? იყავით რა მეფუტკრე. 5000 ლარით რამდენი თაფლი მოგივა იცი? გიყვანს. კი. არა. დიახ. ძალიან მაგარია. დიდი მადლობა და ანრი ჯოხაძეს აქვს 5000 ლარი და ჩვენ თამაშობთ 7500 ლარზე. ძალიან მაგარი თამაში მიდის ანრი, მე ესეთი თამაში ჯერ არ წამიყვანია. დანტისტი, ხატვარი, თარჯიმანი და სტადიონის გამომცხადებელი. ეს არის ის შეცდომის უფლება მაქვს კიდე. კი, შეცდომის უფლება გაქვს. რომელ პირად მონაცემს აირჩევ ამ 4-დან ანრი? ხატვარი, ძალიან კარგი. ჩვენ ავირჩიეთ პირადი მონაცემი ხატვარი. თუ სწორად გამოვიცნობთ რომელია დარჩენილი 4 უცნობიდან ხატვარი, მოვიგებთ 7500 ლარს. რაც იმას ნიშნავს, რომ ხატვრის გამოცნობა დაგხატავს. დამხატავს, აბა რა. კი. აბა შენი ეჭვები გამოგვიხატე? ჩემი ეჭვი არის ნომერი 10 და ნომერ 10-ზე უფრო მეტად ნომერი 1. აჰა. იმიტომ რომ რაღაცნაირად 10-ია ძალიან შემოქმედებითად და გამომეტყველება აქვს ძალიან არანორმალურად შემოქმედებითი მინდა გითხრა. აჰა. შენ ხშირად ჩაგიხედავს თვალებში შემოქმედი ხალხისთვის? სხვათა შორის არაერთი მხატვარი მყავს მეგობრები და აი დაახლოებით მისი იმიჯი შეესატყვისება, თუმცა აი ეს ქალბატონიც არ უნდა გამოვრიცხოთ. ამ შემთხვევაში. გასაგებია. ძალიან კარგი. თან შენ გაქვს შეცდომის უფლება? ხო, თან შეცდომის მოდი ნომერი 1. კარგი, დაადასტურა.
დაადასტურა ანრიმ. საღამშვიდობისა. გამარჯობა. თქვენი სახელი? თეო. თეო. ძალიან კარგი. თეო, ხატვა თუ გიყვართ? კი. ხატვა ხოიცი ახლა ისეთი რამე არის, რომ ახლა ყველას ეყარება. ყველა შეიძლება უყვარდეს, მაგალითად, რა ვიცი, თარჯიმას ატო არ უნდა უყვარდეს. გეკითხა საყვარელი მხატვარი. კი ბატონო, მეკითხა. თქვენი საყვარელი მხატვარი? არ ყავთ ასეთი? ეგონ შილე. იცი ეგ მხატვარი? ეს გოგონა მხატვარი. კარგი. ძალიან კარგი. მაშინ დავუსვათ თავარი კითხვა, რომელიც კი, დასვი, ეს 7500 ლარს მოგვაგებინებს იმ შემთხვევაში, თუ მივიღებ დადებით პასუხს. ხართ თუ არა მხატვარი? ხო ხარ მხატვარი. დამხატე. ეხა მოლბერტი აიღე. და ფერხატე. ფერწერე. აი მაგიჟებს არაო მეთქოს ახლა. გილოცავ. 7500 ლარი მეგობრებო. ბრავო, 7500 ლარი გვაქვს და ჩვენ თამაშობ 10000 ლარისთვის. ძალიან მაგარია. ჩვენს გადაცემაში უპრეცედენტო თანხაზე თამაშობთ, ესეთი რამ ჯერ არ ყოფილა ამ გადაცემის. არც თუ ისე დიდ, მაგრამ ძალიან საინტერესო და დატვირთულ ისტორიაში მე შეგახსენებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს. გადაცემის წესებით შენ შეცდომის უფლება აღარ გაქვს, როცა რჩება 2 მონაწილე. მონაწილე 3-ში ხო მაქვს? 3-ში, რა თქმა უნდა. აი მე მოიგებს მე. ოღონდ ანუ 2-ში არა გაქვს არანაირი დახმარების უფლება. ეხლა შეგიძლია ჯერ შეცდე, მე ექსპერტები დაიხმარო, რაც კი დაისქნა მოკლედ. და თან თუ ყველაფერს კარგად გააკეთებ, მოიგო 10000 ლარი. იმ 3 პირადი მონაცემიდან უნდა ავირჩიოთ ერთ-ერთი, რომელსაც მე ეხლა შენ და ამ გადაცემის ძალიან ანერვიულებულ მაყურებლებს გაგაცნობ. დანტისტი, თარჯიმანი და სტადიონის გამომცხადებელი. მაშასე დანტისტი. პირადი მონაცემი დანტისტი. და რომელი გონია ამ 3 უკვე ნაცნობი უცნობისგან იმდენი ხანია ამ გადაცემის განმავლობაში ესენი დგანან აი ამ შემაღლებას. დანტისტის საყვარელი ნაყინი იცი რომელია? პლომბირი. მართალია. მოდი მეგობრებს ვთხოვოთ დახმარება. რადგან ჩვენ 10000 ლარზე ვთამაშობთ, აი ვის ფიქრობ? მეგობრებო, თქვენი ვარაუდი ანრის თუ შეგიძლიათ დაეხმაროთ? დანტისტი რომელია? დიახ. ჩვენც ანუ უბრალოდ გაამხნევოთ მაინც. მე ვფიქრობ რომ არის 10 ნომერი. დიახ. მე ვფიქრობ რომ არის 11. მეხუთე ნომერი რატო დამიჩაგრეთ? სტადიონი მგონია. სტადიონი გონია მეხუთე ნომერი? რას ქვია სტადიონი? სტადიონი. გამომცხადებელი. სტადიონის გამომცხადებელი. მე მგონია რომ ეს არის ნომერი 11. შეცდომის უფლება მაქვს. გაქვს. ნომერი 11. ანრი გადაწყვიტა. შეცდომის უფლება ხო? გაქვს შეცდომის უფლება. ნუ ნერვიულობ. ყველაფერი გაქვს. შეცდომის უფლებაც მათ შორის. აბა. და სხვათა შორის მინდა გითხრა რომ უკვე გაქვს 7500 ლარიც. ხო. საღამშვიდობის, თქვენი სახელი? მოგესალმებით, ნინო. ნინო. ნინო, მოგესალმა. აი, რამდენია ნინო? რამდენი ნინო. ბავშვებს თქვენი ეშინიათ? დიახ. ეშინიათ. ეშინიათ, კი. ხო. თარჯიმნის ახლა არის. ხო, მაგრამ ხო შეიძლება რომ რაღაცა თარჯიმანი ისეთ ენაზე გადაგითარგმნეს. არა. ბავშვებს ეშინიათ აუების და სტომატოლოგების. ესეთი აუებით რო აშინა. კარგი. თუმცა სტადიონის გამომცხადებელი ხმამაღლა რაღაცას რომ ამბობს, ჩემ ბავშვს ეშინიათ. ამ გოგონას არ აქვს მაღალი ტემბრი, ასე რომ დამიმშვიდდი მანდ. იცით რა მაინტერესებს? აი თუ იცით უბრალოდ. იმ შემთხვევაში მიპასუხეთ. აი თაგვებს, აი ეს კბილები მართლა მიაქვს სახურავებიდან. გონი არა. მგონი არა. არ მიაქვს. არ მიაქვს, ხო? არ მიაქვს. კარგით, მაშინ დაგისვამთ პირდაპირ, აღარ გამოდის უკვე პირდაპირ, მაგრამ მაინც. ნინო. ხართ თუ არა დანტისტი?
არა ხარ, ხო? მგონია რომ კი. მეც მგონი რომ კი არ ვიცი. შემიჭერე მეთქი. მაგრამ შეცდომის უფლება ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ და თუ რაღაცა Vaime. კი მოცა. ბრავო! ჩვენ გვაქვს 10,000 ლარი. 10,000 ლარი. აბსოლუტური სიჩუმე სტუდიაში ვინაიდან და რადგანაც არც ერთი დახმარება, არც ერთი რჩევა, არც ერთი კარნახი არაფერს უფლება აღარ გაქვს, როცა ორი ადამიანი დარჩა. მართლა? რა თქმა უნდა. შენ გაქვს შანსი, რომ ეხლა შეწყვიტო თამაში. აიღო 10,000 ლარი. ხო? და წახვიდე სახლში. მაგრამ შეგვიძლია არ ქნა ეს ყველაფერი და მოიგო 20,000 ლარი. შემიძლია? რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია აიღო 10,000 ლარი და აიღო 10,000 ლარი. არა ეხლა რომელს უდევს 10,000 ლარი აბა ჯიბეში? მე. აბა რომელს აიღო 10,000 დამიმატეთ და 20-ით წავალ. რა ვქნა? მე შენს ადგილას რას ვიზამდი გითხრა? აბა. ავიღებდი 10,000 ლარი და წავიდოდი სახლში. ბიჭო რა არის იცი? არ ვიცი. გითხარი? შენ თუ იცი რა? ჩემი ძვირფასი კოლეგები დამეთანხმებიან. რაში? 10,000 ლარი კარგი კლიპის გადაღებას არ ყოფნის. ვაგრძელებთ თამაშს. ვაგრძელებთ თამაშს და ჩვენ ვირჩევთ პირად მონაცემს, ან თარჯიმანი, ან სტადიონის გამოცხადებელი. პაუზა. 0 პაუზა. პაუზა. აი სტადიონის გამომცხადებელი, აი ძალიან არა, ფაქტიურად. ფიქსურა ურა. იყოს თარჯიმანი. იყოს თარჯიმანი. პირადი მონაცემი თარჯიმანი. პატივცემულო ტელემაყურებლებო. თუ ანრი ჯოხაძე სწორად გამოიცნობს ამ ორი უცნობიდან, უცნობი ნომერი 5 და უცნობი ნომერი 10-დან, რომელია თარჯიმანი, ის მოიგებს 20,000 ლარს. მაშასე ანრი, ჩვენ დასაკარგი უკვე გვაქვს 10,000 ლარი. გვაქვს. შენი აზრით. მოდი ვიმსჯელოთ ერთი წამი. კარგი, მე და შენ მსჯელობთ, კი ბატონო. ნომერ 10. დიახ. აქვს ისეთი დავუშვათ იმიჯი, დიახ. რომელიც შეესატყვისება ესეთ ოფიციალურ ვიზიტებს, დავუშვათ თარჯიმანი, სადაც რაღაცა მოძრაობს, თუმცა არ არის სავალდებულო თარჯიმანი ესეთ ოფიციალურ ვიზიტებზე დაიარებოდეს. ასევე შესაძლებელია იყოს ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, რომ მე-10 ნომერზე ცოტა უფროსი უნდა იყოს ასაკით. დიახ, შეგვიძლია ეს დავადგინოთ. მას შეიძლება კონდეს ამ დარგში საკმაოდ ისეთი გამოცდილება. თარჯიმანი ზოგადად ხვდები ბლა ბლა ბლა. მესმის. აი ნომერი 5 აბსოლუტურად არ გავს სტადიონის გამომცხადებას. 10 ნომერი უფრო გავს და აქედან გამომდინარე მგონია რომ 5 ნომერი არის თარჯიმანი. არა აი ხა მაშინ გავშიფრავ დგომის მანერით, მე გამოვიცანი ხალხი. ეს გოგონა ძალიან მოშვებული დგას შოუს მანძილზე. თარჯიმანი არ იდგებოდა ესე, ის მუდმივად ყურდაცქვეტილია. ეს არის ნომერი 5. არ დაადასტა. ნომერი 5. არ დამიჯერა ანრი, ეს მოუთმენელი კაცია. მობძანდით მეგობრებო ჩვენთან. თუ შეიძლება აი აქ შემოგვიერთდით, თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. არ ვიცი, არა აი. ნომერი 5. პატივცემულოს ტელემაყურებლებო, წავაგე, ხო? ჩვენ ყველაზე დაძაბული კითხვა-პასუხის მომსწრეები გავხდებით ახლა. ნომერი 5 დგომის მანერა არა ის მოშვებულია, არა. ის უკეთია და რაც უფრო სერიოზული ტიპი. არა. გახსოვს გადაცემის დასაწყისში რო ჩაიფიქრე 20,000 სადიდექი გოგოებში მოდი ხა ისე მან დადექი და ნახოთ შენი ჩაფიქრება როგორ გაამართლებს საღამომშვიდობის მოგესალმებით გამარჯობათ მე ძალიან მღელავ
ნერვიულობს ალბათ თითეული ტელემაყურებელი, სტუდიის თითეული წევრი, ექსპერტები. რასტორი ანდრი ძალიან ნერვიულობს. არასებული საკითხია უცნაირად. ხართ მეც ვერ მეთქო. თუ არა თარჯიმანი. ძალიან რთული მე გეუბნებით რომ მე ძალიან გამიჩნდა. უბრალოდ არ შემიძლია. ჩემი პროფესიონალიზმიც კი არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ეს დაუმალო. კი, და გასკდა ეს გუნდი. გაიგება. კი. კი, გიხოდი. რასაიშიდანე? მაგ ისეთი რომ გონია რომ უნდა აცხადებდეს. დროში. თქვით, გავგიჟდით, ხალხი დაიძაბა. სრულიად საქართველო დაიძაბა. ხელები მომეცით. ანრი, გილოცავთ. ძალიან მაგრად თამაში მინდა გითხრა და თავარია ემოცია გითხარი რაც ხდება შენს თავს ეხლა. არ ვიცი, ამ ბავში ვარ ერთი რაღაცა. ემოცია ხდებით, ეხლა ძალიან დაბნეული ვარ. და იცი რა მიხარია? რა გიხარია? რომ ინტუიცია არ მღალატობს არ. ეს არის გეხაცე მოიგო 20,000 ლარი და ეს ყველაფერი მას შეძლო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტუიციის დახმარებით, ასე რომ აუცილებლად ყოველ ხუთშაბათს ჩართეთ ინტუიცია და მოიგეთ დროებით. შემდეგ ხუთშაბათს თქვენს საყვარელ შოუში რა შეიძლება გვაერთიანებდეს ჩემს ბაბუას, მამას, მე, ჩემს შვილს და ჩემს შვილიშვილს. რა თქმა უნდა, ეთერ კაგულია, მივესალმოთ. ყველა თაობისთვის ცნობილი მომღერალი 12 აბსოლუტურად უცნობი ადამიანის ვინაობის დასადგენა რადიკალურ ზომებს მიმართავს. დაბოხუში მანახეთ რაცული. დადიხარ, მითხარი, აბა, ხო? რას დაპირდა? ეთერ კაკულია კიკბოქსიორს. აი ეს ხელთათმანები უნდა ჩავიცლა და მიკროფონით ვიმღერო. ვინ აღმოჩნდა უცნობებს შორის შეფმზარეული. ის ფუტბოლა კაცი იქნება ის ზარეული, შეფზარეული, არა ვაცდო. და ვინ დაადგინა მეთევზეს ვინაობა. ხედავ ხრუბუჯია, მეთევზე იქნება. დაუვიწყარი შოუ, სადაც მოგებული თანხა მეგობრებს ნიკა ქავთარაძემ გადაუნაწილა. 10,000, 20,000, 20 ლარს ვაჩუქებ სიხარულზეს. გიგარი ხარ. ჩართე ინტუიცია იმეც